ვენატრები თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა, როდესაც ამ საჯარო გაშლას ვნახავ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მადლიერებით მინდა დავიწყო. პირველ რიგში მადლობა ყველა გამომწერს იმ ადამიანებს, რომლებიც ენდობით ჩემ საჯარო გაშლებს მოგწონთ, თქვენთვის ინფორმაციულია. მადლობა თითოეულ ახალ გამომწერს, რომელიც შემოემატა ჩემს YouTube არხს. არიან ვეტერანი გამომწერებიც, რომლებიც უკვე თითქმის მე-9 წელია მომყვებიან და მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემს გვერდით და არიშურებთ თქვენს აქტივობასაც. და იცით, რას ნიშნავს ბალანსი, იცით რა არის სიმბიოზი და ამ ყველაფრისთვის თქვენ უღრმესი მადლობა. ვაშესადამე 2 ან 3 ვარიანტი გვექნება და მოდით ვნახოთ ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. პირველი ვარიანტი ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. მეორე ვარიანტი ენატრებით თუ არა და მესამე ვარიანტი ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. მაშასადამე პირველი ვარიანტი დალმატინი იასპი, მეორე ვარიანტი წითელი იასპი, მესამე ვარიანტი მთის ბროლი. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით. სამივე ვარიანტი. რომელი ქვაგეძახით? მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. დალმატინი იასპი. ნახოთ ახლა, როდესაც თქვენ ეს კონკრეტული არკანი აირჩიეთ, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ამ მომენტისათვის შემიძლია გითხრათ, რაღაც ისე დამწყე ხო, ამ მომენტისათვის აბონენტი მეუცნამელი. პირველი ვარიანტი, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ამ მომენტისათვის ჩაფიქრებული ადამიანი თავიდან ბოლომდე არის კონცენტრირებული საკუთარ ფინანსებზე, საკუთარ საქმეზე, ან იდეაზე, რომელიც მისთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს. თითქოს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, ხო? ანუ იმდენად არის გამოვიყენებ ამ წყოს შეპყრობილი ამ იდეით, რომ მიიღოს ფინანსები, მიიღოს იმუშაოს თქვათ საქმემ კარგად, ან გამოვიდეს ხო საქმე კარგად და მაჩვენებს, რომ მისი თავი ახლა აბსოლუტურად ორიენტირებულია მხოლოდ აი ამ კონკრეტულ შინაარსზე, რაზეც ახლა მე თქვენ გესაუბრეთ, მაგრამ მოდით კიდევ ერთი არკანით. ენატრებით ახლა ჩაფიქრებულ ადამიანს ნახეთ, ჩაფიქრებული ადამიანისთვის თქვენ ერთგვარი ტრიგერი უფრო ხართ, ვიდრე მონატრებული ადამიანი. რა არის ტრიგერი, ხო? ანუ ნახეთ, მისთვის თქვენ ხართ სადღაც ცივი, სადღაც უხეში, სადღაც შესაძლოა ხაზს უსვამთ მის არასრულ ფასოვნებებს, ან უკვე გაუსვით ხაზი. შესაძლოა რაღაცა უთხარით ადამიანს, ნეგატიური ხვდებით ხომ, იმიტომ შესაძლოა დაცინეთ არ არის მთლად ესეთი ნათქვამი, მაგრამ სადღაც აი ცოტა ირონია გამოამჟღავნეთ, ხო? ანუ ადამიანი უფრო მეტად თქვენს გახსენებაზე, არა მონატრებას, არამედ თითქოს სიბრაზე, სადღაც ცოტა გაღიზიანებას უფრო მეტად მაშრობა, ხო? თითქოს ადამიანი ან ნაწყენია, ან რაღაცნაირად თქვენ რაღაც ისე დაანახეთ თქვენი საკუთარი თავი ისეთ ენერგიებში, რომ ადამიანი ახლა მონატრებაზე ნაკლებად არა, აქ ადამიანი უფრო მეტად პირიქით ეცდილობს, რომ რაღაცნაირად გაერიდოს ამაზე ფიქრებს, მიხვდით ხომ, იმიტომ რომ ნაწყენი პოზიცია აქვს ადამიანს, ხო? და ადამიანი ისედაც მონატრების ენერგიებში თითქოს ნაკლებად არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მთელი მისი იდეა ფიქსი ახლა არის მომართული აი ამ მის ფინანსურ თემებზე, ხო? ვერ ვიტყვი, რომ ენატრებით ადამიანს პირველი ვარიანტი არ მოგატყუებთ, პირიქით შემიძლია ისიც გითხრათ, რომ თulis რომ არ ხართ მასთან მართალი, თulis რომ უხეში ხართ, თulis რომ სადღაც თქვენი ბრალია, თუნდაც რაღაცები ურთიერთობაში, იმიტომ რაღაცებს არ უფიქრდებით და ისე უნებით ხვდებით, ხო? მონატრება
არა, უფრო მეტად გაღიზიანება იკითხება, ეს შემეძლია გითხრათ, ხო? ვერ გაგება ერთმანეთის. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით, ველოდებით თქვენს კომენტარებს, საინტერესოა თქვენ როგორ დაინახეთ ეს სიტუაცია. მეორე ვარიანტი წითელი იასპი. ენატრებით თუ არა ახლა ჩაფიქრებულ ადამიანს. პენტაკლების ტუზი, საინტერესოა, ადამიანი თითქოს რაღაც გეგმას სახავს თქვენთან დაკავშირებით. აბა ვნახოთ, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა, ცხრიანების თასები. ნახეთ, ადამიანს გარკვეული რიდი აქვს თქვენი, ანუ რისი თქმა მინდა, იცით, ადამიანს აინტერესებთ უდაოდ, ადამიანისთვის ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, მაგრამ ადამიანი შესაძლებელია ფიქრობდეს, რომ თქვენ ან არ ხართ ბოლომდე თავისუფალი, ან შესაძლოა თვითონ არ იყოს თავისუფალი, ანუ თქვენ შორის არის ერთგვარი, ნახეთ, ინტერესია. მონატრებაც არის სადღაც, მაგრამ თითქოს შუაში როგორც იტყვიან, რაღაცამ გაირბინა, ხო, თქვენ შუაში ადამიანს ძალიან ეშინია, რომ თქვენ მას უარყოფთ, ან რაღაცნაირად ისეთ რამეს ეტყვით, რაც მისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იქნება. ანუ, ნახეთ, ადამიანი თითქოს აი ფიქრობს, ალაგებს გეგმებს, აი როგორ შემოვიდეს ურთიერთობაში, როგორ შემოგიძვრეთ, შეიძლება ასე ითქვას, ხო, მაგრამ ადამიანი თან ამავდროულად რატო ფიქრობს, ხო, რატომ აკეთებს ამ მნაგახადოვაჩკებს, როგორც იტყვიან, ხო, რატო სახავს რაღაცა გეგმებს, ხო, იმიტომ რომ ეშინია, რომ თუ კი რაღაცა პირდაპირ ან თქვენთვის მიუღებელი ფორმით შემოვა, შეიძლება თქვენ ის უარყოთ ან რაღაცნაირად განზე გაწიოთ. თითქოს ახლა ამ მომენტში ადამიანი, ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, ცოტა გაორებულ, გაათებულ ენერგიებში, ანუ ძალიან არეულია. კიდევ ერთხელ ენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს, ორიანების ხმლები, ხუთიანების ხმლები. ანუ ნახეთ, ყველაფერთან ერთად ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა პრობლემები მოაგვაროს, რაღაცები დაალაგოს თავის პირად ცხოვრებაში. ნახეთ, ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა სხვა სტატუსით, ან სხვა ფორმით, ან რაღაცა სხვა რეალობით მოვიდეს თქვენთან, იმიტომ რომ შეგრძნება აქვს ისეთი, რომ მოვიდეს რა გამოჩნდეს, იმიტომ რომ თუ კი ისე გამოჩნდება, როგორც თქვენ არ მოგეწონებათ, თქვენ ამ ადამიანს უარყოფთ, აი რაღაცა ესეთი. ანუ ადამიანი არკვევს რაღაცა თავის პირად პრობლემებს. ცდილობს დაალაგოს, ცდილობს ბალანსი მონახოს, ცდილობს ყველა, არეულია ძალიან ადამიანი ხა მთლიანობაში მე ვუყურებ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი არეული დაალაგოს, მიხვდით ხომ? ეს მარტო თქვენს მონატრებას არ ეხება, ეს ზოგადად მის ცხოვრებას ეხება, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა დიდი ტრანსფორმაციების ქვეშ არის თვითონ უშუალოდ ადამიანი. მისთვის ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ ხართ სასურველი, მაგრამ ნახეთ, დინარის ერთ მხარეს თქვენ ხართ, მაგრამ დინარის მეორე მხარეს, როდესაც გადმოდის ადამიანი თავისი ფიქრებით, იქით ძალიან ბევრი პრობლემები და ძალიან ბევრი კონფლიქტები შეიძლება იყოს, ხო, გაწი-გამატარეები და აი ადამიანი ცდილობს, რომ ყველაფერი ძალიან დიდი ქაოსია ადამიანში, მიხვდით ხომ? ამიტომ ფიქრობს, როგორ მოვიდეს თქვენთან. თავის პირადშიც არეულია და არ იცის როგორ დაალაგოს, ხო, ბოლომდე, ან ცდილობს, რომ რაც შეიძლება ოსტატურად გააკეთოს ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს მაინც იგრძნობა ეს ქაოსური ენერგიები და თქვენთანაც ფიქრობს, როგორ მოვიდეს, რა ფორმით მოვიდეს, რა რეალობით მოვიდეს, ხო? ამიტომ აქ მაჩვენებს, რომ ცოტა ესეთი არეული მამაკაცი არის თქვენს წინაშე და მე გირჩევდით, რომ არ იჩქაროთ რაღაც გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ
არ არის ეს ადამიანი ახლა მყარი საკუთარ არც გადაწყვეტილებებში, არც ენერგიებში, აცადეთ გადააგოროს 2025 წელი, შევიდეს 2026-ში, ხო, იმიტომ რომ ბევრი ტრანსფორმაციები ხდება მის რეალობაში ნამდვილად და ჰარმონიული არ არის, ეს შემიძლია გითხრათ და თქვენც არ იჩქაროთ, იმიტომ რომ არაჰარმონიულ დროს მიღებული გადაწყვეტილებებიც არაჰარმონიულია. ახლობით ესეთი რაღაც შემიძლია გითხრათ. მესამე ვარიანტი, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, ახლა როდესაც ამ საჯარო გაშლას უყურებთ, კი ამ ადამიანს ნამდვილად ენატრებით, ამ ადამიანს ნამდვილად აქვს მონატრება თქვენთან მიმართებაში, შესაძლოა საკმაოდ მტკივნეულიც კი. მონატრება არის ნამდვილად. ენატრებით თუ არა. როგორ შეიძლება თქვენაირი ქალი არ მოენატროს თასების რაინც, ხომ? იმიტომ რომ თქვენ ძალიან ტკბილი, ძალიან დიდებული ენერგიის მატარებელი ქალბატონები ხართ, ძლიერები, მაგრამ თქვენ შორის არის სამსჯავრო და არის კოშკი. თქვენ შორის ახლა არის ძალიან დიდი ესეთი რა დავარქვათ ამას, ხრამი, რას ეძახიან ამას თამავეცთ. არ არის ხრამი ქართულად. უფსკული? ხო, აი, ჩათვალეთ, რომ სივრცე ძალიან დიდი ჭადის სახელი რო დაგავიწყდება, ოკეი, ხო გამიგეთ, რისი თქმა მინდა. არის თქვენ შორის ესეთი უფსკული, რაც ძალიან გაშორებთ ერთმანეთს. თითქოს გზებმა ახლა რაღაცნაირად უბრალოდ სამყარომ ცალ-ცალკე გაგიშვათ, ხო? რატო რა არის მიზეზი? მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ადამიანი. ანუ ნახეთ, აქ ან სამკუთხედის ამბავია, ან თქვენ არ ხართ თავისუფალი, ან ჩაფიქრებული ადამიანი არ არის თავისუფალი. რაღაც არის აქ, ხვდებით ხო? რაღაც არის აქ. აქ არ არის აუცილებლად ცოლი, ქმარი, ვიღაცა შეიძლება ვიღაცის ცხოვრებაში ინტენსიურად ძალიან მშობელი ერეოდეს, ხო? აქ მაჩვენებს, რომ ადამიანს თითქოს სხვა სამყაროც აქვს თქვენს გარდა. ნახეთ, ადამიანი, როდესაც თქვენთან ერთად არის, ეს საერთოდ ცალკე სამყაროა და ნამდვილად ენატრებით და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის, მაგრამ როდესაც თქვენსა და მის სამყაროს კარები გამოიკეტება, თქვენი სამყაროს კარებიდან, როდესაც გამოდის ეს ბატონი, ხო, ეს ვინც ჩაიფიქრეთ, თითქოს ხდება საერთოდ სხვა სამყაროში და ეს საერთოდ სხვა სამყარო სავსეა ვალდებულებებით. შესაძლოა თქვენც გქონდეთ თქვენი ცალკე სამყარო, სადაც რომ გადიხართ, თქვენი ვალდებულებები გაქვთ და ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს, აი რაღაც აკრძალულ სიყვარულს, სამკუთხედს, ოთხკუთხედს შესაძლებელია. ან სადღაც ურთიერთობას, რომელიც ვერ მიდის რაღაც გარკვეულ ფორმამდე, იმიტომ რომ შესაძლებელია ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა იყოს ბავშვები ეს თემა, ხო, როდესაც მამაკაცი ვერ იღებს ამ პასუხისგებლობას, მაგრამ როგორც ქალი ძალიან მოსწონ ხართ და ძალიან უყვარ ხართ, ხო, სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ არ გაიშვა ესეთ სიყვარული ხელიდან თუ უყვარ ხართ, ბავშვებიანიც ეყვარებით, ხო? ვიმეორებ, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. მაგრამ ნუ ფაქტი არის აქ, რომ ახლა რაღაცნაირად ცალ-ცალკე ხართ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ თითქოს სამყარო გაგვირდებათ, ან თქვენ რას ჩადებთ ამ ურთიერთობაში, ან ის რას ჩადებთ ამ ურთიერთობაში, ხო? ნუ მთლიანობაში თუ მონატრებაზე არის ლაპარაკი, კი, ადამიანს ენატრებით, მაგრამ მაჩვენებს, რომ თქვენი სამყარო გვაქვთ, მას თავისი სამყარო აქვს და ეს სამყაროები ერთმანეთთან ვერ თანხმდება გარკვეულ საკითხებში. ნამდვილად მარტო გრძნობს თავს, მონატრებაც არის ნამდვილად, ძალიან სჭირდებით ადამიანს, მაგრამ თითქოს არის რაღაცები, რაც ბოლომდე
ვერ უშვებს თქვენთან. აი ეს არის ჩემი ზურფასებო დღევანდელი საჯარო გაშლა. მე კიდე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და დიდი სიყვარულით.